მოგესალმებით მეგობრებო, დილა მშვიდობისა. დღეს ვისაუბრებ გადამალულ ბაგრატიონებზე და თამარის მესამე შვილზე, მესამე და მეოთხე შვილზე. მოემზადეთ ძალიან შოკისმომგვრელი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ და ამიტომ გულისყურით მოусმინეთ ამ ლაივს და შეძლებს დაგვარად გადააზიარეთ მეგობრებთან. მოგესალმებით ყველას. რადგან უკვე ვთქვი, რომ მოემზადეთ, მე დღეს ისეთ შოკისმომგვრელ ინფორმაციას გაგანდობთ ექსკლუზიურად, რომ შეიძლება რამეზე დაყრდნობა დაგჭირდეთ. ამიტომ სკამები კარგად მოგალათდით, ან სკამები მოიმარჯვეთ, რომ დაჯდომა შეგეძლოთ ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ და დავიწყოთ. მოგეხსენებათ, რომ თამარ მეფე არ ვიცი მოგეხსენებათ თუ არა, ეს რამდენად მოგეხსენებათ თქვენ ეს არ ვიცი, ჩემს ლაივებს თუ ადევნებდით თვალს, ხომ? იმ ადამიანებს უკვე ეცოდინებათ, ჩემს მაყურებელს უკვე ეცოდინება, რომ თამარი 35 წლის ასაკში დაქვრივდა და შემდეგ მას ასევე ჰქონდა იმის პერსპექტივა, რომ დაქორწინებულიყო, მაგრამ მისი სასიყვარულო ისტორია ზაქარია მხარგრძელთან ხანგრძლივი და ესე დაფარულში მყოფი, ძალიან რთულად განსახორციელებელი, ისე ვითარდებოდა, ცოტა შესავალს გავუკეთებ კარგით, ისე ვითარდებოდა, რომ თამარის ხელის მთხოვნა შეიძლებოდა მხოლოდ მნიშვნელოვანი პირებისგან, როგორც იყვნენ მეფის შვილები ან მეფეები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, რადგან ზაქარია მხარგრძელი, მიუხედავად იმისა, რომ ის ქსერქსე მეფის წარმომადგენელი იყო, თუმცა მათ დაკარგული ჰქონდათ მიწები და კამბისის შთამომავლობიდან იყო, კამბისი კიდე ქსერქსეს შთამომავლობიდან იყო და რადგან მიწები ჰქონდათ დაკარგული, მას ზაქარია მხარგრძელს, ესევე როგორც მის წინაპრებს მოიხსენებენ როგორც ქურთებად, ანუ მანქურთებად, არა ქართველებად. მანქურთები არ უნდა ყოფილიყვნენ მაინც ქურთის შტოდან, არამედ ისინი იყვნენ წარმომადგენლები, რომლებსაც მიწა არ ჰქონდათ და შეკედლებული იყვნენ ამა თუ იმ სახელმწიფოში. ამიტომ მათ ეწოდებოდათ მანქურთები. თუმცა ზაქარია მხარგრძელის წარმომადგენელი წინაპარი იყო ასევე მეფე. მმართველი ყოველ შემთხვევაში. თუ მეფე არა, მმართველი მაშინ, როდესაც ეგვიპტეს მმართველები ყავდა, მეფეებს არ უწოდებდნენ, მათ სხვანაირად უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, ზაქარია მხარგრძელი ამ პერიოდში, სანამ თამარი თავისუფალია და შეიძლება კიდევ რომ დაქორწინდეს, ცდილობს და ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ პოზიციაზე ავიდეს. პოზიციაზე, როგორც არის მეფე და მართლაც შეძლებს ზაქარია მხარგრძელი და გახდება სასომხეთის მეფე. სხვათა შორის მისი რეზიდენცია იყო ერთ-ერთ ერთ-ერთ სასომხეთის იმ დროინდელ საქართველოს ტერიტორიაზე და ასეთ ვითარებაში თამარს და ზაქარიას ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, როგორც ჩანს. მაგრამ ეს არის ჯერ კიდევ დაფარულში. როგორც უკვე მოგახსენეთ ჩემს წინა ლაივებში, ამ საკითხს საქართველოს საპატრიარქო ხელს არ უწყობდა ნაწილობრივ და ნაწილობრივ იყო ასეთი ვითარება, რომ მათი ურთიერთობა ვერ დაიმალებოდა, რადგან თამარი უკვე მისგან ფეხმძიმეთ იყო და კიდევაც აი ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს. ჩემი მოსაზრებით, ზაქარია მხარგრძელი სწორედ აქედან გამომდინარე შეიწირეს. რატომ ვფიქრობ, რომ შეიწირეს? იმიტომ რომ ზაქარია მხარგრძელი ბრუნდება ომიდან, ჯანსაღი
მოგებული ომი აქვს, დიდი, საკმაოდ სერიოზული ომი აქვს მოგებული, დაბრუნებულია საქართველოში. თამარს მოგეხსენებათ ძალიან უყვარდა კრისტალები და იმდენად მნიშვნელოვან კრისტალებს ჩამოუტანს, რომ აი მაგიდაზე რომ დაყრიან ამ კრისტალებს, თამარიც კი გაკვირვებულია. და სრულიად ჯანსაღი არანაირი დაჭრა, არანაირი მას პრობლემა არ ჰქონდა რაღაც საკითხით, არც ავადმყოფობდა, ესე რომ ვიფიქროთ, რომ ზაქარია მხარგრძელი უცბად გარდაიცვლება რა, ანუ გარდაიცვლება ახალი ომიდან დაბრუნებული. და ხდება ისე, რომ რა თქმა უნდა, თამარი ამას ძალიან განიცდის და როგორც გუშინ გავარკვიეთ, მეგობრებო, ეს ძალიან კარგად ჩანს კიდეც ბატონ ფრიდონ ნიჟარაძის ნახატებიდან. თამარ მეფეს ჰყავდა ზაქარია მხარგრძელისგან 2 ტყუპისცალი. ერთი მათგანი გადარჩა, ეს იყო გოგო, სავარაუდოდ გოგო იყო, რომელიც გადარჩა და სვანეთში გადამალეს და მეორე ვერ გადარჩა და თამარი და მეორე ნაყოფი ერთად გარდაიცვალნენ ამ ავადმყოფობის ნიადაგზე. ანუ თამარი მშობიარობის გართულებებს გადაყვა თან, ესე რომ ვთქვათ, შეიწირა. რაც შეეხება იმას, რომ გადარჩენილი იმ ბავშვისგან, რომელიც სვანეთში გადამალეს, ყავს თუ არა მას შტო და ეხლა შეიძლება დიდი შოკი მიიღოთ, რასაც ეხლა მე გეტყვით და გამოვარკვიეთ, რომ სწორედ ამ შტოს წარმომადგენლისგან მივიღე ეს წერილი, რომელიც გვიმხეს თამარ მეფის აკლდამას და აი მთლიანად ჟუანტელი მაყრის ტანში. შოკში ვარ მე თვითონაც. ესე იგი, გადამალული ბაგრატიონთა უამრავი დასი არსებობს, მთელი დასები არსებობენ, მეგობრებო, გადამალულ ბაგრატიონთა, რომლებიც ჩემი აზრით, სულიწმინდის მეშვეობით ისინი კვლავ აღდგებიან, ანუ ეს ხე, რომელიც აღმოცენდება ის არაფრისგანო უცბად, მთელი ფესვგადგმული ხე გამოჩნდება, ჩემი აზრით, სწორედ ეს ამბავი ხდება ეხლა. აი მე პირადად შოკში ვარ ისეთი ამბები მესმის ამ ბოლო დროს. ამ ადამიანებს სავარაუდოდ თქვენს გაიცნობთ მალე, მაგრამ ეს იყო წინასწარი შემზადება იმის, რომ მზად იყავით იმ ბაგრატიონთა ხის გამოჩენისთვის, რომელიც გადამალულში იყო დღემდე და შემონახული არის ეს გენი. ეხლა რაც შეეხება გადამალულ ბაგრატიონებზე, მეგობრებო, თქვენ წარმოიდგინეთ. ამას თავისი ისტორია აქვს თვითონ თამარის გადარჩენილ შვილთან დაკავშირებით, რომელიც სვანეთში იზრდებოდა და შემდეგ მისი შთამომავლები აი ამ წერილს და მასთან ან წარმოიდგინე, რომ თამარის აკლდამას და კაბენის მონასტერს კავშირი აქვს უცნაურად და გეტყვით სახელების მეშვეობით. ამას ცოტა მერე მოგვიანებით გაგიმხელთ, იმიტომ რომ ეს არის დაფარული თემა არის და არ მინდა რომ გავამშღავნო ეს საკითხი ჯერჯერობით, იმიტომ რომ არ ვიცი მომცემენ თუ არა ამის ნებართვას ის ადამიანები, რომლებიც თამარზე ბევრ ინფორმაციას ფლობენ და ამიტომაც ეხლა გადავდება ამ თემას და ვისაუბრებ იმ გადამალულ ბაგრატიონებზე, რომლებიც არიან ჩემი შტოს წარმომადგენელი, ანუ რომლის შტოს წარმომადგენელიც მე ვარ. მოკლედ, რომ აგიხსნათ, მე-8 საუკუნეში არსებობდა ესეთი ნასრა ბაგრატიონი, აშოტ კურაპალატის შვილიშვილი. ნასრა ბაგრატიონი, როდესაც წასული იყო რაღაც ომთან დაკავშირებით იყო წასული, მამამისის ტახტი წესით ეკუთვნოდა ნასრა ბაგრატიონს, ანუ მის უფროს შვილს. მაგრამ როდესაც ნასრა ბაგრატიონი ბრუნდება უკან,
და ხედავს, რომ მის მაგივრად არის მისი ბიძაშვილი გამეფებული და მამამისი არის მონასტერში წასული და აღკვეთილია ბერად, არ გამოიწიებს ამ საკითხს და ჩათვლის, რომ ეს იყო შეთქმულება მამამისის წინააღმდეგ, მიდის დავით მეფესთან და კლავს მას იმის გამო, რომ ისთვის, რომ დავითმა მამამისი რაღაცა მოტყუებით ან ძალით გადააგდო კი არა და მონაზვნად აღკვეცა და თვითონ გამეფდა. აღმოჩნდება, რომ ძალით არ გამეფებულა დავითი, ან კი ან არა, ეგ არ ვიცით ზუსტად, ეხლა ძალით გამეფდა. მე თვითონ არ მესმის, როდესაც ადამიანი მეფეა, თავისი ბიძაშვილი რატო უნდა დააყენოს მეფედ და თვითონ მონასტერში რატო უნდა წავიდეს. მეც რაღაცა ეჭვს შევიტანდი ამ საკითხში, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი, რომელიც ბერად წავიდა, ანუ ნასრას მამა თავის შვილს ვერ დაწყევლეს, რადგან მოკლა მეფე, ანუ დავით მეფე. შემდეგ ნასრა ბაგრატიონს, თვითონ ნასრა ბაგრატიონს ორი შვილი ჰყავს ამ დროს, გააქცევენ ბიზანტიაში და მის შვილებს გადამალავენ ზემო კრიხში. ანუ რაჭის ერთ-ერთ სოფელში ზემო კრიხში და გადაიკეთებენ გვარს ნასრას ძეებად. შემდეგ ნასრას ძეებად მათ ჰყავდათ ორი შვილი, ინანუსი და მეორეს რა იყო, ინანუსი და მეორეს აღარ მახსოვს რა ერქვა, მაგრამ ამ ინანუსის წარმომადგენლობა დაირქმევს გვარად ინასარიძეებს და ნასრას, ანუ მისი ძმის წარმომადგენლობა ნასრაძეებს, ანუ არიან ორი გვარის წარმომადგენლები რაჭაში, ზემო კრიხში, ნასრაძეები და ინასარიძეები. ორივე არიან ნასრას შთამომავლები, ნასრა ბაგრატიონის შთამომავლები. როდესაც ნასრა დაბრუნდება უკან, ანუ შემდეგ ნასრას დააბრუნებენ ისევ ბიზანტიიდან უკან 8 წლის მერე, მაგრამ მაინც შემდეგ რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობს და შემდეგ მას მაინც მოკლავენ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ვინც თქვათ მეფეს მოკლავს, ესეთი წყევლა არსებობს საერთოდ, ვინც მეფეს კლავს, ის არის ღვთისგან დაწყევლილი გვარი. გესმით? და ამ შემთხვევაში ნასრა ბაგრატიონის შთამომავლობა არის დაწყევლილი გვარი, ღვთისგან დაწყევლილი გვარი, რადგან მან მოკლა მეფე. ჩემი მოსაზრებით, მეგობრებო, არსებობს აქედან გამოსავალი, როდესაც გვარი თუ ღვთისგან იწყევლება, ხო? მეფის სიკვდილის დროს. მაშინ არსებობს გამოსავალი, თუ მეფე ერთ დროს მოკალი, მაშინ აუცილებლად უნდა აღადგინო მეფე. ხვდებით? და ჩემი ამხელა ისტორია თამართან კავშირში, ხო, რომ არსებული დაბადებიდან დღემდე, რომელი კავშირიც მე თამართან მაქვს, პირდაპირ მნიშვნელობით პასუხს მცემს იმაზე, როდესაც მე თამარს ტელეპათიურად ვესაუბრე, ანუ ჩემს შინაგანში ჩავედი და თამარს ვესაუბრე, მან მითხრა ესეთი სიტყვები, რომ შენ გამაცოცხლებ მე. და პირდაპირ მნიშვნელობით კავშირს ვაბავ იმ საკითხთან, თუ კი, ვთქვათ, არის ჩემი წინაპრის გვარი დაწყევლილი და ის ადამიანი დაწყევლილი, რომელმაც მეფე მოკლა და თუ კი მისი შთამომავლობა გააცოცხლებს კვლავ მეფეს, მაშინ ჩემი აზრით ასეთი კავშირი მაქვს გაბმული, რომ მას ეს წყევლა მოეხსნება. საინტერესო ის არის, რომ ზემო კრიხში არსებობს მთავარანგელოზის ეკლესია. მთავარანგელოზთა ეკლესია არსებობს და იქ არიან მხოლოდ ორადორი გვარი და მესამე გვარი მე მგონი ჩასახლებულია, ესენი არიან ფონჯავიძეები და აი ეს ნასრას წარმომადგენლობა, ინასარიძეები და ნასრაძეები.
შემდეგ ტოგონიძეებიც ჩასახლდნენ ამ სოფელში და როდესაც აი ესე იგი ამ საკითხს ვიკვლევდი, ხომ? არის ესეთი საკითხი, რომ ინასარიძეებსა და ნასრაძეებს, ქალებს, არ ქონდათ უფლება ფონჯავიძის მამაკაცებზე დაქორწინების. მაგრამ ინასარიძეებისა და ნასრაძეების მამაკაცებს ქონდათ უფლება მოიყვანათ ფონჯავიძეების ქალიშვილები ცოლად. აი ესეთი კანონი იყო, წესი და კანონი იყო და საკითხავი ის არის, რომ აი ყველანაირად ეს კავშირი, რომ გადამალული რაჭაში ეს ნასრა და ინანუსი და ნასრა, მე მგონი მეორის ნასრა ერქვა, მაგრამ ნასრა მამამის თუ ერქვა, მეორის ნასრა არ ერქმეოდა. აი ეს ინანუსი და მისი ძმა, რომელიც გადაიმალნენ რაჭაში, კიდევ ერთხელ განმტკიცებულა იმ თემით, რომ ამ სოფელში წერა კითხვის მაცოდინარი იყვნენ აი ეს ნასრაძეები. ანუ წერა კითხვა იმ პერიოდში ყველამ არ იცოდა. წერა კითხვას სწავლობდნენ მხოლოდ მეფის შვილები, ფეოდალები და ასე შემდეგ. წერა კითხვასთან ურთიერთობა ბევრს არ ჰქონდა. ჩვეულებრივ მოსახლეს არ ჰქონდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ზემო კრიხში უნდა იყოს აკლდამები. რადგან ვინაიდან და რადგანაც მეფეების შვილები, ყოველ შემთხვევაში მეფეები არ იფლებოდნენ, ანუ მიწაში არ იმარხებოდნენ. მეფეები ყოველთვის აკლდამაში იმარხებოდნენ. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ძალიან საინტერესო თემებია და მე სხვათა შორის ძალიან ბევრი ბაგრატიონი დამიკავშირდა, რომელიც გადამალული ბაგრატიონია, მაგალითად შვილი გააშვილეს, ის იმის არაკანონიერი იყო და იქ ვთქვათ გადამალეს და ასე შემდეგ. აი ადამიანები, რომელთაც ესეთი ისტორიები აქვს თავიანთ გვარზე და აუცილებლად გაუმხელენ ზეციური ძალები მათ და როგორ არის იცი, აი სასწაულებრივად მისდით მათ ინფორმაციები თავიანთ შთამომავლობაზე. და მიკავშირდებიან სხვათა შორის ესეთი ადამიანები და მიხარია, იმიტომ რომ ვხედავ ერთ საკითხს. ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენლები, რომლებიც გადამალულები არიან, ისინი თანდათან ერთიანდებიან. ხვდებით? აი ეს არის ძალიან საინტერესო თემა დღესდღეობით ჩვენს დღევანდელ ვითარებაში. არის მეორე ბაგრატოვანთა წარმომადგენლობა. ისინი, რომლებიც გაიყიდნენ, ისინი, რომლებიც გაიქცნენ საქართველოდან, ისინი, რომლებიც ეხლა დაბრუნდნენ და დაიბრუნეს ეს გვარები, ბაგრატოვანები, ზოგმა იყიდა, ზოგმა რა ვიცი რა ქნა. რაც მე ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია ამათი ბაგრატოვანობა, იმიტომ რომ ადამიანს ეტყობა სახეზე, ფერზე, თვალის ფერზე, კანზე, არის თუ არა ეს გარეგნობაზე ეტყობა, არის თუ არა ბაგრატოვანი. და როდესაც ადამიანი მეუბნება, რომ აი მე ესე და ეს გვარი, აი ესე და ესე, ხო, ბაგრატოვანთა გვარის ვარ და მე ამ ადამიანს შევხედავ, მაშინ ვხვდები, არის თუ არა ეს ნამდვილი ბაგრატიონი, თუ არ არის ეს ნამდვილი ბაგრატიონი, თუ არის ეს ძალით ბაგრატიონი. და ასეთი ძალიან ბევრი ბაგრატიონი გავიცანი, რომელიც ნამდვილად თავის გარეგნობითაც ამტკიცებს, რომ ის არის ბაგრატიონი. მოგეხსენებათ, რომ მათი სისხლი არ ერეოდა სხვა სისხლებს, არ უნდა შერეოდა სხვა სისხლს. მათი დაოჯახებაც ხდებოდა ძალიან გააზრებით და რა თქმა უნდა, ეს იყო იმ წმინდა გრაალის შენახვის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც არის ჩვენი დნმ, სისხლის წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ ის, რომ ორივე ხე აღდგენას იწყებს, აი ამ ცრუ ბაგრატოვანთა შთამომავლობა,
რომლებიც არიან გაქცეულნი, გაყიდულნი და ასე შემდეგ, გაყიდულნი, სულით გაყიდულნი, თორე არა როგორც მონად გაყიდულნი, არამედ სულით გაყიდულნი, მოღალატე ბაგრატიონები არსებობენ და არსებობენ დაფარული ბაგრატიონები და ძალიან მაახმოვებს ეს იმ საკითხს, ჩვენს ისტორიაში არის ასეთი მონაცემი დავით ულუსა და დავით ნარინის ამბავი. როდესაც დავით ულუ და დავით ნარინი ორივე კანდიდატი არის მეფობის, სამწუხაროდ ისევ და ისევ სამწუხაროდ აი ძალიან წყინს მე ამას რომ ვიძახი, თამარ მეფის შვილის რუსუდანის აი თამარ მეფეს ხო რუსუდანები არ გამოელია რა, მამიდან და და შვილიც რუსუდანი ყავდა. თამარ მეფის შვილის რუსუდანის შვილი დავითი როდესაც გაჩნდება, მანამდე უკვე დავით ულუ გაჩენილი არის ლაშა გიორგის არაკანონიერი გზით. დავით ულუ ასევე არის ეკლესიის თვალში, აი ეკლესიას ესე ჩავსვა ბრჭყალებში, რომ იმდროინდელი და როგორც დღევანდელი ეპისკოპოსები ორად იყვნენ ყოველთვის გაყოფილნი რა და ერთნი ეთანხმებოდნენ რაღაცა საკითხს და მეორენი არ ეთანხმებოდნენ. ამიტომ ეკლესია ყოველთვის ორად იყო გაყოფილი საქართველოში დავით აღმაშენებლის დროს გარდა. რაც შეეხება იმას, რომ დავით ულუ ლაშა გიორგი გააჩინა თავისი მიჯნურისგან, ანუ მიჯნურის წარმომადგენელია, რომელიც გიყვარს, შენი მეორე ნახევარად აღიქვი და მის გარდა არავისთან სხვასთან არ გინდა, მაგრამ არ განებებენ ამ ადამიანთან ურთიერთობას. ამისა მიუხედავად ლაშა გიორგი მაინც აჩენს ამ ქალბატონისგან შვილს და შემდეგ მას ეწოდება დავით ულუ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ როდესაც და ლაშა გიორგი გარდაიცვლება, ხომ, ანდერც უტოვებს თავის დას, რუსუდანს, რომ ამ ბიჭს მიხედოს, ანუ ამ დავით ულუს მიხედოს. მაგრამ რუსუდანი აღმოჩნდება ბუნებით ძალიან სუსტი და ხარბი ადამიანი. თქვენ იცით, რომ ამ დავით ულუს გააგზავნის მერე თავის სპარსეთში გათხოვილ შვილთან და უბრძანებს, რომ მოკლან, მაგრამ სასწაულებრივად დავით ულუ გადარჩება, იმიტომ რომ ამ თავის ბიძაშვილს, უпростоრეთ მამიდაშვილს ძალიან უყვარს ეს და მის ქმარსაც ძალიან უყვარს ეს დავით ულუ, ამიტომ ისინი არ მოკლავენ მას და მერე რუსუდანი იმდენს იჩალიჩებს, რომ ამ სიძეს აამხედრებს თავისი ძმისშვილის წინააღმდეგ და დააწყებინებს ეჭვიანობას, რომ ესე წერილს მისწერს მის სიძეს, რომ თითქოს და მის შვილს თამარს და მის ძმისშვილ დავითს ერთმანეთში ურთიერთობა აქვთ. ამისა მიუხედავად ისეთი დაცვა აქვს ამ დავით ულუს ზეციდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განრისხდება ეს სიძე და დაიჯერებს ამ ამბავს, ჯერ თავის ცოლს თამარს აცემინებს იმდენად სასტიკად, რომ სულ დაასისხლიანებს მთლიან ტანზე და ამ დავით ულუს არ მოკლავს, მაინც არ გაიმეტებს და ჩააგდებს ორმოში. და იქ ცხოვრობს დავით ულუ 5 წლის მანძილზე. არანაირი საკვები მას არ მიეწოდება და ფიქრობს ეს სიძე თამარის შვილიშვილის თამარის ქმარი, რომ ეს ისედაც გარდაიცვლება თავისით ამ ორმოში. მაგრამ სასწაულებრივი ძალით, როგორც ჩანს, ამ დავით ულუს მაინც აწვდიან საკვებს, მაინც ყავს მფარველი, რომელიც ნიადაგზეც გადარჩება, ამოვა ამ დილეგიდან, ორმოდან და ნავზე შემოსავენ. საქმე იმაშია, რომ ეს გაიგებს მაინც მისი სიძე, ანუ სიძე ქვია თუ რა ქვია, თამარის ქმარი გაიგებს ამ ამბავს, გააყოლებს, ესე იგი, ინფორმაციას გასცემს, ბრძანებას გასცემს, რომ თუ ამ დავით ულუს არ მოკლავენ და ამ ნავიდან არ გადააგდებენ,
მაშინ სასტიკად დაისჯებიან ისინი, ვინც ამ ბრძანებას არ განახორციელებს. მოხდება ისე, რომ როდესაც ეს ადამიანები დავითი ნავზე ყავთ ხომ და უნდა გადააქმნონ ზღვაში, დავითი ითხოვს ერთ ბოლო თხოვნას ითხოვს, რომ მისცენ მას უფლება, რომ ღვთისმშობლის ლოცვა წაიკითხოს. და როდესაც ამ ღვთისმშობლის ლოცვას კითხულობს, თავისი როცა ქონდა ღვთისმშობელზე და როდესაც ამ ღვთისმშობლის ლოცვას კითხულობს, ამ ნავზე მყოფებში მოხდება კატარზისი, ანუ გარდაქმნა. და მიუხედავად იმისა, რომ შეასრულებენ ამ მეფის ბრძანებას, გადაუგდებენ მორსაც. ანუ დავითს გაკოჭავენ და მორს გადაუგდებენ. აღმოჩნდება ისე, რომ ეს დავითი ამ მორის მეშვეობით ნაპირზე გამოვა და გადარჩება. მოკლედ, დავით ულუს ისტორია რომ გაიაზროთ თქვენ რა მოხდა საერთოდ დავით ულუს ცხოვრებაში, პირდაპირ გეტყვით, რომ ადამიანს თუ თავისი გეგმები აქვს, ღმერთს სხვა გეგმები აქვს. და დავით ულუ შემდეგ ხდება საქართველოს მეფე. აი ამ საკითხში. საქართველოს ორ მეფობა, როდესაც იყო დავით ულუ და დავით ნარინი, სწორედ ამ დროს ხდება ის, რომ რუსუდანი თავისი შვილის გამო აკეთებს ისეთ რამეს, რომ დავით ულუს ერჩის და უნდა რომ მოკლას, მაგრამ ზეციური ძალები იმდენად იცავენ დავით ულუს, რომ აი ამ ხელნავ ისტორია მოგიყევით და გადარჩება ეს დავით ულუ, გადაარჩენენ, ანუ თავისი დაცვა ყავს. ხალხო, თქვენ წარმოიდგენთ, ბაგრატოვანთა გვარის შთამომავლებს იმხელა დაცვა აქვთ ზეციდან. ხო და ამიტომ ვერც ერთ ბაგრატიონს ხელს ვერ დაადებენ, ვერც გადამალულს და ვერც თვალხილულს ვერ დაადებენ, იმიტომ რომ მათ აქვთ ზეციური დაცვა. შემდეგ ისე მოხდება, რომ რუსუდანი ამ თავისი შვილის გამეფებას ვერც მოესწრება, იმიტომ რომ იმდენად უჯანჯღლდება ეს საკითხი თავისი შვილის დავითის გამეფების საკითხი, რომ აი საბოლოოდ მოკვდება რა, აი ესე ვიტყვი, რომ მოკვდება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს გასწირავს იმისათვის, რომ ტახტი მიაღებინოს თავის შვილს, მე ვიტყვი, რომ ეს ადამიანი მოკვდა და არ გარდაიცვალა. ძალიან ცუდია, ძალიან მეცოდება და ძალიან წუხვა, რომ თამარის შვილის საკითხს განვიხილავთ და თამარის შვილი ასეთი სუსტი ბუნების იყო, მაგრამ არ არის ანუ გასაკვირი რატომ არ არის, იცით მეგობრებო, ძალიან დიდია ამ დროს თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს დედაეტირება. აბსოლუტურად დაპყრობა მიდის რამხელა დონეზე, იცით? და რუსუდანიც არის ერთ-ერთი მუსულმანის ცოლი. გესმით, აი, ხვდებით რა მდგომარეობაში ჩავარდება თამარის სიკვდილის მერე საქართველო, მთლიანად განადგურდება რა. იშლება და იშლება, იშლება და იშლება. იმხელა ძალა იყო თამარი. და ძალიან ცუდად მოხდა ის, რომ თამარს თავისი გეგმები კი არა, რომელ გეგმასაც თამარი მიყვებოდა სულიწმინდის კარნახით, ხო? ვერ გაიგეს იმდროინდელმა საპატრიარქოს აი ამ ერთ-ერთმა ბრმა წარმომადგენლებმა. ამიტომ ისინი კლავენ ზაქარიას, როდესაც ზაქარია კვდება, თამარიც კვდება მალევე, იმიტომ რომ საერთოდ ესი არის ტყუპის სულების შემთხვევაში, როდესაც ერთს გიკლავენ ან კვდება ერთი, მალევე საერთოდ თავისი სიკვდილით ორივე ერთად კვდება ტყუპის სულების შემთხვევაში. ორივე ერთად გარდაიცვლება ხოლმე, ანუ ორივე გადის ერთად. მაგრამ თუ კი არაბუნებრივი სიკვდილი იყო, ამ შემთხვევაში მაშინ როდესაც ერთ ტყუპის ცალს კლავენ, მეორე აუცილებლად მალევე მიყვება ხოლმე და ეს თამარის ცხოვრებაში ჩანს, რომ ესე იყო. ნამდვილად ასე იყო, ზაქარია მხარგრძელი იყო მისი ტყუპის სული. და ეს კიდევ იმაში ჩანს, რომ თამარს მისგან ტყუპები ეყოლება. საინტერესოა ძალიან. და ერთ-ერთი მათგანი შეიცირავს თამარს.
ასე რომ მეგობრებო, მზად იყავით. სულიწმინდის გეგმები ძალიან სასწაულებრივია და მე ძალიან შოქში მაგდებს ხოლმე ხანდახან. ისეთ რაღაცებს გამიმხელს ხოლმე და ნელ-ნელა ფარდა ეხსნება ყველაფერს, როგორც ქრისტემ დაგვიბარა, არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს და თავად თვით თამარის აკლდამაც არ იქნება დაფარული, რომ არ გაცხადდეს. სად წავლენ, მაინც ხომ გახსნიან და რომ გახსნიან, მერე ხომ იქ აღმოჩნდება თამარი და მერე რაღაც იტყვიან. ასე რომ ვერსად ვერ მოგვპარავენ ჩვენ თამარ დედოფალს, თამარ მეფეს. ასევე მისი შთამომავლობაც მალევე გაჟღერდება, ვინ არის, გაცხადდება და ყველაფერი მალე გაცხადდება. ახლა დაგემშვიდობებით მეგობრებო, გაუზიარეთ ეს ვიდეო ყველას. მე პირადად გუშინ ვიყავი შოქში. გუშინ ვიყავი შოქში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ისეთი ამბები გავიგე და ის რაც არ გაგიცხადეთ, ისინიც რო გავიგე. მე პირადად ძალიან ვაუ. გაოცებული დავჭი. პირდაღებული დავჭი. წავედი, გაკოცეთ, მოემზადეთ, შეემზადეთ. რაღაც საოცრებები ხდება, მალე ძალიან საოცრებებს ვიხილავთ, ძალიან მალე. და ბაგრატიონებო, დამიკავშირდით. რახან მიკავშირდებიან, კიდევ ვეთქვი, რომ ვისაც ასეთი ისტორიები გაქვთ თქვენს გვარზე, დამიკავშირდით. გაკოცეთ.